26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი. სად და რა ღონისძიებებს გეგმავენ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო? ამ თემაზე უფრო მეც ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბაჭარაძე შემოგვიერთდნენ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ილამშვიდობის. მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. დიდი მადლობა თქვენ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც აღნიშნეთ, აღინიშნება ეს თარიღი, ჩვენ დღესასწაული და საინტერესოა სწორედ განათლების კუთხით ამ ფორმატში აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია და კონკრეტულად რა ღონისძიებებია დაგეგმილი, უფრო მეტი რომ მოვუყვეთ ჩვენს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გვაქვს სრულიად ამაღლებული დღე. ყველას მთელ საქართველოს 26 მაისი ნამდვილად განსაკუთრებული დღე არის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ჩვენთვის განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის უბრალოდ დიდი ისტორიული თარიღი არ არის, ჩვენი ყოველდღიურობა არის. რომ გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საკლასო ოთახში იწყება დამოუკიდებლობა და საკლასო ოთახში ხდება შენარჩუნება დამოუკიდებლობის. აი ეს პირველი სიტყვები, რასაც საკლასო ოთახში წერენ, სამშობლო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ენა, მამული, სარწმუნოება, სწორედ განათლების ვალია, რომ ფურცელზე დაწერილი არ დარჩეს ის ყველაზე მთავარი სიტყვები, რასაც ჩვენი ქვეყანა დგას და მოხდეს აი ამ ყველაფრის გათავისება, გააზრება და ასეთი მოქალაქის გამოშვება უკვე სკოლიდან. ამიტომ ეს ჩვენი ყოველდღიურობა არის და უდიდესი პასუხისგებლობა. შესაბამისად ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და წლიდან წლამდე ამაზე ვსაუბრობთ, შევეცადეთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში წარმოვადგინოთ, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. შესაბამისად ჩვენი ბენეფიციარი და ჩვენი პროფილი მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღის აღსავსრდელიდან დაწყებული იწყება და ყველა საფეხური განათლებისა იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად ეს დღე ჩვენთვის, ამაზე ვისაუბრებთ ალბათ, ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან განსაკუთრებული დღე და ყოველდღიური საშრომი და საჯაფია იმისათვის, რომ ეს დამოუკიდებლობა ამხელა მონაპოვარი შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ თუ არ არის განათლებული საზოგადოება და მოქალაქეები, დამოუკიდებლობას შენარჩუნება და განვითარება ჭირდება. ქალბატონო თამარ, საინტერესოა ინოვაციები და ეროვნული იდენტობა. აი, თქვენი სამინისტრო როგორ ახერხებს და როგორ მოახერხებს ხვალინდელ დღეს ტექნოლოგიების დახმარებით წარმოეჩინოს ეროვნული იდენტობა? ტექნოლოგიურ ერაში და სწრაფად ცვალებად სამყაროში ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ ერთის მხრივ ფეხი აუწყოთ და ეს აუცილებელია. შესაბამის ტექნოლოგიურ ცვლილებაზე ჩვენ გვაქვს უამრავი პროექტი სკოლაში შეტანილი, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში და აი თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, ეს ტექნოლოგიური ესეთი ნახტომები, ეს უნდა გამოვიყენოთ და ვაქციოთ. ეს არის ჩვენი მიზანი, შესაძლებლობად, რომ ჩვენი იდენტობა, ეროვნულობა, ეს მთავარი ღირებულებები, რაც ჩვენ დეკლარირებული კი არ გვაქვს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველ რიგში მოსწავლემ სკოლაში რო შეაღებს მომავალმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ვინ არის, ვისი გორისაა, საიდან მოდის, საკუთარი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიცია, მრავალეთნიკურობა. აი ამას როგორ ვახერხებ ტექნოლოგიების დახმარებით, ეს ძალიან ადვილია და ძალიან საინტერესო. ამ ყველაფრის შესწავლა არ ხდება მხოლოდ ფურცლებიდან, ბავშვისთვის უნდა იყოს ეს, ასე ვთქვათ, შესაბამისად, თუნდაც ეს მოლაპარაკე წიგნები, რომელიც ჩვენ გვაქვს, აი წარმოიდგინეთ, თუნდაც ისტორიის ფურცლებს გადაშლი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორიული გმირები და შეიძლება უკვე მას რომ ნახოს, ახლოს გაიცნოს, ვთქვათ, იმოგზაუროს გელათში, იმოგზაუროს ნიკორწმინდაში. აი ამ ტექნოლოგიებით ჩვენ ვახერხებთ ამას, რომ გავაციფრულოთ ჩვენი მასალები, ჩვენი რესურსები და შესაბამისად მოვამზადოთ მასწავლებლები, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ჩვენ ფესვებთან და ჩვენ მთავარ ღირებულებებთან. დიდი მადლობა და როდესაც ეროვნულ იდენტობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იქ წინა რიგებში მოდის ქართული ღვინო 8000 წლიანი ტრადიციით. საკვირველია, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. და უსურვებ ბედნიერ 26 მაისს, ვინაიდან ეს დღე არის ნამდვილად ჩვენი დღე არის, ჩვენი ისტორიისთვის დამოუკიდებლობის დღე არის განსაკუთრებული დღე, ვინაიდან სადაც არის დამოუკიდებლობა, იქ არის კეთილდღეობა, იქ არის ქვეყნის განვითარება და თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს თავისი წვლილი აქვს თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ ღვინის სექტორს, ღვინის ეროვნული სააგენტო გახლავართ. და ჩვენი კურატორი სამინისტრო არის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მასშტაბით 3 ლოკაციაზე. ეს არის ახალციხე, ეს არის თელავი და ეს არის ქუთაისი.
მოგეხსენებათ, ღვინის ეროვნული სააგენტო ემსახურება დარგს, შესაბამისად ატარებს დარგში ამა თუ იმ პოლიტიკას და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ღვინო 8000 წლიანი ისტორიის მქონე აი ეს სასმელი, რომელიც არის ნამდვილად ეროვნული და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა 2017 წელს, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, უფრო მეტად პასუხისმგებლობას გვაძლევს და უფრო მეტად დავხვეწოთ და უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბზე. რაც შეეხება ღვინის ეროვნულ სააგენტო წარმოდგენილი იქნება ქუთაისში ისტორიულ უბანში, ბალახვანში და აქედან გამომდინარე ჩვენ იქ სხვა აქტივობებს ვახორციელებთ. კერძოდ გვექნება სომელიეს კუთხე მოწყობილი, მოუყვებით იქ დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის ისტორიას. ქართული ღვინო არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელსაც თითოეული ჩამოსული სტუმარი იქნება ეს თუ ადგილობრივი იქნება, ყველა უდდეს პატივს სცემ. იმერული ჯიშის ღვინოებზე იყო აქცენტი, რამდენადაც ინფორმაციას გადავავლე თვალი და მეწარმეებისთვის არის კიდე ძალიან საინტერესო, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თავად მეწარმეებისთვის, ვინც მონაწილეობას იღებს ამ დღეს, თქვათ, მათი პროდუქციის წარმოჩენისთვის და გაცნობისთვის, აი ამ კუთხითაც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ეს ღონისძიება. კი ბატონო. ესე იგი, იმერეთი არის მეღვინეობის ერთ-ერთი ძირძველი კუთხე. იმერული ღვინოები ყოველთვის გამორჩეული იყო, ესე ვთქვათ, აღმოსავლური ღვინოებისგან. იმერეთს აქვს 89, აი 525 ჩვენი აბორიგენული ჯიშიდან, იმერეთს აქვს 85 ჯიში და შესაბამისად იმერეთში ყოველთვის მზადდებოდა ღირსეული ღვინოები და დღესაც ეს ტრადიცია გრძელდება. და ამ ესე ვთქვათ საზეიმო დღეებში წარმოდგენილები იქნებიან იმერლები თავიანთი ღვინოებით 11 კომპანია მონაწილეობს ამ დღეს ადრესასწაულო დღეს და შესაბამისად იმერული ღვინო იქნება ესე ვთქვათ მთელი თავისი ისტორიით წარმოდგენილი ამ დღეს. ეს იქნება ბოთლის ღვინოები თუ ქვევრის თქო, უნდა მეკითხა და მე მივხვდი რომ იმერეთში რამე ხო არ მერევა ტექნოლოგიურად თქო. აი გეტყვით, მოგახსენებთ, რა საკვირველია, იმერული ღვინოები გამოირჩევა თავისი ძალიან კარგი ჯიშური თვისებებით, შესაბამისად არომატითაც და წარმოდგენილი იქნება იმერეთში ქვევს ეძახიან ჭურს. ჭურს, კი ბატონო. წარმოდგენილი იქნება როგორც ჭურის ღვინო, ასევე ბოთლში ჩამოსმული ღვინოები და შესაბამისად ადგილობრივებს თუ ჩამოსულ სტუმრებს მიეცემათ საშუალება რომ დააგემონონ აი ეს ღვინოები. თუ მოეწოდება ჩვევრის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჭურის ღვინო მე მგონი ძალიან საინტერესოა ხოლმე განსაკუთრებით სტუმრებისთვის და ალბათ ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი, ესე იგი საქართველოს ღვინის სამშობლო, ვინაიდან ეს არის ჩვენი კონცეფცია და შესაბამისად ჩვენ ყოველთვის სადაც მონაწილეობთ, აი ეს იცის ყველამ და თუ არ იცის ვანახებთ რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო და შესაბამისად უფრო მეტ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. სულ ეხლა რეგიონებზე ვსაუბრობდით, მით უმეტეს რომ ვახსენეთ, ეხლა ქუთაისში იქნება ღონისძიებები და მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგიონების განვითარება განათლების კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია, სწორედ ის რომ აი იქ ხორციელდება ყველა ეს ღონისძიებები, მით უმეტეს ზუგდიდში ბევრი საგანმანათლებლო პროექტი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ რომ ზუგდიდში ვართ განათლების სამინისტრო წარმოდგენილი, ყველა ქალაქი რა თქმა უნდა გამორჩეულია თავისი ისტორიით. ზუგდიდზე მინდა გითხრათ რომ თავისი ისტორიის განმავლობაში განსაკუთრებით მწიგნობრობით გამორჩეული ქალაქია და ხელნაწერთა გავრცელებით. აი ეს ისტორია აქვს ამ უდიდეს ქალაქს. ზოგადად რეგიონებში ჩართულობა განათლების შეტანა ხარისხიან განათლებასთან ერთად პარალელურად ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მთავარი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და ზუგდიდში გვაქვს როგორც არაერთი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გვაქვს პროფესიული კოლეჯი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამიტომ ზუგდიდს ელოდება ნამდვილი ზეიმი 26 მაისს, რადგანაც დაწყებული
ყველა განათლების ყველა საფეხურს მოვიცავ და დაწყებული რა ვიცი იურიული პერიოდიდან ვიდრე ხელოვნურ ინტელექტამდე ყველაფერი გვექნება წარმოდგენილი არა მხოლოდ ნარატიულად, მატერიალურად, ვიდეო, აუდიო საშუალებებით, არამედ თავად ჩავრთავთ ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის ამ ძალიან საინტერესო შემოქმედებით გასართო ინტელექტუალურ აქტივობებში. ეს ძალიან საინტერესო იყო ეს კუბის ფორმის, სადაც განხორციელდება იქ ქიმიური ცდებიც კია ეს თვითონ პროცესი იქნება ალბათ ძალიან სანახაობრივი. კუბის ფორმის სივრცეში შედიხართ, ეს არის ციფრული კუბი, სადაც დაგხვდებათ, ასე ვთქვათ, იმოგზაურებთ იურულ პერიოდში წყალქვეშა სამყაროში, კოსმოსში, იქვე იქნება პლანეტარიუმი, სადაც ძალიან საინტერესო მასალები იქნება წარმოდგენილი და ჩვენი უნივერსიტეტები არა მხოლოდ თუ რა პროგრამებს ახორციელებენ და როგორ, არამედ მაგალითად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თვითონ ექსპერიმენტში ჩაგრთავთ, მათ შორის City Game-ი თამაში ძალიან უყვართ ჩვენ ბავშვებს და აი City Game-ი უკვე იქნება ამის შესაძლებლობას მოგცემთ თქო გეოგრაფიასა და ისტორიაში, ცდები ქიმიასა და ბიოლოგიაში თავად იქნებით ჩართული ონლაინ TSU-საც ნახავთ, ანუ მომავალი სტუდენტები შეძლებენ რომ დაათვალიერონ და იმოგზაურონ ვირტუალურ TSU-ში. ხა სამედიცინო უნივერსიტეტი გასაგებია რომ უკვე მიკროსკოპებით ბიოლოგიურ ობიექტებს დაგვათვალიერებინებს და მგონია რომ ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული უმაღლეს საგანმანათლებლო მიმართულებით იქნება თვითმფრინავების შოუ, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ზუგდიდის ცაზე ჩვენი, ასე ვთქვათ, ავიაციის უნივერსიტეტი გააკეთებს აი სწორედ შოუს თვითმფრინავების. რა თქმა უნდა, საზღვაო უნივერსიტეტიც არის ჩართული და შესაბამის მასტერკლასები იქნება და მე ვახსენე ზუგდიდი არის თქო ხელნაწერების გავრცელების მიმართულებით და მწიგნობარი ქალაქი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული. ესე აი სიამაყით შემიძლია ვთქვა და რა თქმა უნდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იქნება წარმოდგენილი და თქვენ გეკნებათ შესაძლებლობა უდიდესი პაზლი ჩვენი წიგნთან წიგნის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით შეავსოთ და ნახოთ დედაენა როგორ იბეჭდებოდა წლების და საუკუნეების, აი როგორ ხდებოდა ძველი ტრადიცია რა იყო და რა ტექნოლოგიით ხდებოდა ბეჭდა, არა მხოლოდ გაჩვენებთ ამას, ჩაგრთავთ პროცესში და TSU-ს ასევე აქვს შესაძლებლობა გამუშაოთ არტეფაქტებზე, მოედანზე იქნება მოწყობილი ძალიან დიდი ქვიშის მოედანი და უნდა იპოვოთ არტეფაქტები და ამისთვის აუცილებლად დასაჩუქრდებით. აღარაფერს ვამბობ STEM მიმართულებაზე და რა თქმა უნდა ცალკე სეგმენტია ესეც მინდა აუცილებლად თქვა პროფესიული დაწესებულებები. ეს საერთოდ სხვა მასშტაბია. ეს არის ბარმენთა შოუ, რომელიც არ დაგტოვებთ გულგრილს, ამიტომ არა მხოლოდ ზუგდიდელები უნდა გამოვიდნენ 26 მაისს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სტუმარიც ეყოლება ზუგდიდს. დაწყებული ბარმენთა შოუ, ქართული სუფრის სერვისის ტრადიცია, ქართული ეროვნული სამოსი, მასტერკლასი თექა და არა მხოლოდ თექის ნამუშევრებს წარმოგიდგენთ, არამედ მათ შორის ჩაგრთავთ ამ პროცესში, როგორ ხდება ეს თექის მოთელვა, არ შემეშალოს ახლა ტერმინი და გარდა ამისა, ხის მხატვრული დამუშავებიდან დაწყებული ხილის მხატვრული დამუშავებით, კარვინგით დასრულებული, ჩვენ ვიქნებით ძალიან მასშტაბურად წარმოდგენილი და რა თქმა უნდა არ გვავიწყდება ჩვენი პატარებიც, აი ეს ყველაფერი წარიმართება როგორ ფონზე ანიმატორები, ჟონგლიორები, მოსიარულე ორკესტრი, საპნის ბუშტების შოუ და ყველა ასაკის ადამიანისთვის ვიქნებით საინტერესო და ინფორმაციული, აი პროფესიული ვახსენეთ ჩვენ და ეგიდი არის ასეთი, იპოვე საქმე რომელიც შენია. ანუ ისე იქნება ეს მასალები წარმოდგენილი, რომ მათ შორის დავაინტერესოთ ჩვენი ახალგაზრდები და ნახონ თუ რას თავაზობს პროფესიული დაწესებულება და რამდენად ფართოა ეს სპექტრი. მე მგონი მართლა ინფორმაცია მოგვაწოდა ძალიან მრავალფეროვანი სანახაობელოდება დამთვალიერებელს მისულ სტუმრებს ზუგდიდში ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ხო სასიამოვნო ალბათ ის რომ ბავშვების ჩართვა ხდება მეტად, იმიტომ რომ მათ უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია და თქვენ სწორედ აღნიშნეთ რომ სწორედ განათლებით იწყება მე აი ამ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა რა თქმა უნდა ზუგდიდში ისევე როგორც ახალციხეში, ქუთაისში და ყველა რეგიონში ერთდროულად 17 საათსა და 10 წუთზე გაისმება იმ ისტორიულ დროზე, გაისმება საქართველოს ჰიმნი. ეს მოხდება ერთად, როგორც ვიცი, ხო, ყველა რეგიონში. ეს იქნება ძალიან ეფექტური, ერთი გამომრჩა და მე უკვე კოლეგა ისაუბრებს რეალურად რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ყველა ჩვენი გარჯა, შრომა და ეს წარმოდგენაც რას ემსახურება, რომ რა რეფორმებზეც აქამდე გვისაუბრე, ეს გულის გული მოვიტანოთ და გაჩვენოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის სწორედ მოსწავლეთა გამომგონებელთა
აი ეს აქტივობები, რომელსაც წარმოადგენთ ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებული ბავშვები, წარმოადგენენ თავის გამოგონებებს და თავის თანატოლებს მისცემენ ერთგვარ სტიმულს, რომელიც ახალისებულია ჩვენ სახელმწიფოში, ფინანსდება ესეთი კონკურსები მეცნიერების მიმართულებით და ნახეთ თქვენი თანატოლები როგორი გამოგონებები აქვთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი STEM მიმართულების ექსპერიმენტებიც და რეალურად იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი ბიძგი რომ ნახონ თავის თანატოლებს რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და ზოგადად ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ გვყავს საუკეთესო ახალგაზრდები, საუკეთესო მოსწავლეები და ნამდვილად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ისინი ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად არიან ჩართული და ასევე არ დაგვაუწყეს, რომ ეს მოსწავლეები, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ეს მათი ნამუშევარია, მაგრამ მსოფლიო ასპარეზეს თავის სათქმას ამბობენ. ძალიან დიდი მადლობა, ისეთი საინტერესო ღონისძიებები დაგეგმილიყო, რომელ მხარეს წავიდეთ. მე ზუგდიდით უნდა დავიწყოთ და ქუთაისში დავასრულოთ. ღვინის დეგუსტაციით, მინდა წარმატებები გისურვოთ, თქვენ სამ ლოკაციაზე აღნიშნეთ, რომ დეგუსტაციებიც იქნება. გასაკვირველია, სომელიეს კუთხე გვექნება ჩვენი სადაც სომელია გახდება თითოეული დამთვალიერებელი. გასაკვირველია და ცნობილი სომელია. ეს სამივე ლოკაციაზე იქნება ამის შესაძლებლობა? სამივე ლოკაციაზე იქნება ქართული ღვინო წარმოდგენილი, მაგრამ ვინაიდან ღვინეის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ქუთაისს, ჩვენ ქუთაისში გვაქვს სომელიეს კუთხე, გვექნება, სადაც ცნობილი სომელი ანტონ ხეცურიანი წაუძღვება ამ პროცესს და ყველა მსურველს დააგემოვნებიებს საუკეთესო იმერულ ღვინოებს. ეს არა მარტო ქართველებისთვის, წეგან ვახსენეთ კიდევაც მწარმოებლებისთვისაც ძალიან დიდი სტიმული და მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება, რადგან სტუმრებს ექნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ რომ ეზიარონ ქართულ ღვინოს ასეთ ისტორიას. წარმატებას გისურვებთ, უღრმესი მადლობა და რა თქმა უნდა გილოცავთ წინასწარ ასეთ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.